მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ვართ სულგუგუნი, იმიტომ რომ ჩვენთან სულგუგუნია. ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანია, რომ ვიღაცის პროფესიაში ჩავყოთ ჩვენი ცვლილები. კი ბატონო, უფრო კონკრეტულად კი ვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და ვსაუბრობთ ამ პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე, იუმორისტულ ჭრილში. ვინც ახლა გადმორთეთ? არ დაგავიწყდეთ, ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანია, რომ სტუმრად მოვიწვიოთ ხვიჩა კვარაცხელია. ურეკავ კაცო ამ ხვიჩას, ურეკავ. კიდე შენთვის მოუ, კიდე შენთვის ხვიჩა, მეგრელი კაცი ხარ. მეგრელი კაცი ხარ, მოდი დააჯექი რაღაცა გაგაპიარებთ. დემბელე მეხვეწება მე. რა მოვალ და ჩავწერ გადაცემასო, მაგრამ მუშად მოკობა დემბელე მოკონა და ბარკოი მოკონა მოდი. ხვიჩა გამარჯვე და წინა ვიდეოებიდან გამომდინარე ვიღაცებმა გაგვიცნეს უკვე და მიხვდნენ ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, როგორები ვართ. რაც არც ისე კარგია. მოკლედ მე ვკითხულობ სხვათა შორის კომენტარებს. ყველა კომენტარი წავიკითხე აბსოლუტურად და ერთ-ერთი კარგი კომენტარი აღმოვაჩინე. ჩემზე წერდა ვიღაცა ეს ხوار აპანჭალებსო. აი ასე ძმაო, აი ასე რა, რა გვინდა გირნება და შური და რაღაცა. არ მჭირდება ჩვენ ქართველები ვართ, დავინდოთ ერთმანეთი რა. ე ბატონო, ყოველ გადაცემაში რომ ამბობ რომ აი ჩემ კომენტარებს, ჩემზე არაფერს არ წერენ? შენი არ მაინტერესებს. შენთვის მე ჩემთვის. ვშა. კი ბატონო. გადადი. ვეღარ ვითვენ. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა არის მუსიკა. ამ თემასთან დაკავშირებით ქონდა რამდენიმე ვარიანტი თუ ვინ უნდა მოგვეწვია სტუმრად, ანუ ვისთან მოგვეწონებოდა მუსიკაზე საუბარი. ამ ვარიანტებიდან ავარჩიეთ ცოცხალი ადამიანი და მიესალმეთ ჩვენი სტუმარია გიორგი წოწენიძე. სალამი გიორგი, გამარჯობა, გამარჯობა. სხვათა შორის პირველად ჩემ ცხოვრებაში იყო ასეთი წარსდგენა ჩემი. რა ვიცი. იმედი არ გეწმინდა. დიდი მადლობა რომ ცოცხალი ვარ. ხო, აი გადავხედეთ შენს გამოცხადებებს სხვადასხვა გადაცემაში, აკებენ გიორგი, ყველამ ვიცით ხო, ყველამ ვიცით. ცოცხალი ადამიანი არ გამოცხადებია არავის და ჩვენთან პირველად. YouTube გადაცემაში პირველად ხარ თქვენ, ხო? კი, პირველად ხარ. ეს პასუხი მაწყობს. ა გიორგი წოწენიძე YouTube სიმწეში პირველად ჩვენთან. ეს არ მოვჭრათ რა. პირფერობის რუბრიკა გვაქვს გიორგი ჩვენ რა. მოდიან ჩვენთან სტუმრები, ჩვენ ვეპირფერებით. იმიტომ ვეპირფერებით რომ რამდენიმე ადამიანს რომ მივწერეთ რა, არ მოდიან ეშინიათ გვეღადავებიან, გვეხუმრებიან, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტ რომ ვეპირფეროთ ვინც მოვა რა, რომ მე სხვებმაც ნახონ და მოვიდნენ რომ კაია რა ჩვენთან. და მე იმათ ეღადავოთ. არა, რასაუბრო. აი, დავიწყებ მაშინ მე. ესეთი პირფერობა მაქვს რა. სად იყო ურსა? მე რო ურსას უსმენდი. ძალიან მაგარია. ურსა იცი რამდენი წლის წინ შეიქმნა? 11. შენი აზრით? არა, რაღაც ვიდეო ვნახე 11 წლის წინ იყო ატვირთული იყო 11 წლის წინ და. კი ბატონო, 15 წლის წინ შეიქმნა, ჩემო კარგო. ვინმაც სადა თქმა? აბარია. 11 წლისი რო აიტვირთა რა მაგარია, ჯი რაღაც ვიდეოში რო შედიხარ, შენი ვიდეო რო და 11 წლის წინ ეგ ვიდეო იყო მეორე, პირველი ისა ზუ რო არის ზოოპარკის ვიდეო და მეორე არის ურსას ვიდეო. YouTube-ი არ იყო კარგად ჯერ ჩამოყალიბებული ჩვენი ვიდეო რო აიტვირთა პირველი, მაგრამ ხო, ეხა მეც მაქვს პირფერობა გიორგი. ხო, გაქვს. მოიცადე? არიცი სამან. გადმოგირეკავ. ხელი ჩაურტყი. აუ, ბიჭოს მაწუხებდა და ასე რა. ვერ გავიგე რა ხდება, კაცო. აი, რო გადავიდეთ ახლა ამბავზე, ანუ შენი მუსიკისადმი სიყვარული რამდენი წლის ასაკიდან დაიწყო? 4 წლის ვიყავი, როცა პირველად კონცერტზე გამოვიდა ვიმღერე. მოცეკვავე ვიყავი და თან პარალელურად დავდიოდი სიმღერაზე ბაღში და წამიყვანეს ერთ-ერთ პროფკავშირების სასახლე რო იყო თუ ვიცით დღეს რა ქვია სხვა რაღაც ქვია დღეს რაღაც მე მგონი პროფკავშირები? ხო. იცი? კი, პროფკავშირები. პროფკავშირები. გუში ჩავარდი დაბაშიდან რო იცოდეს. მოკლედ ერთ-ერთი დარბაზი ასე ვთქვათ თბილისის ცენტრში. ხო და სხვათა შორის მე გონა რომ რეპეტიციაზე მივდიოდი სერიოზულად
ხო და ეს რო გაიხსნა ეს ფარდა და ძალიან ბევრი ადამიანი იჯდა რა მართლა სერიოზულად და სხვათა შორის არ შემშინებია დიდად როგორც ჩანს მაკედანვე ჩანდა რომ ჩემი სცენის სიყვარული იქიდანვე მოდიოდა და 4 წლის ვიყავ ესე იგი ვიმღერე კიდევაც და ვიცეკო კიდევაც იმ კონცერტზე ჩემოგარგო. აჰა, გასაგები. ეს შენი გვარი ძოწენიძე რაღაც აქტუალურია მაშინ ქართულ შოუ ბიზნესში. ნინო ძოწენიძე კი ბატონო მოგიტყვა ჩვენ გასულსა. აი რაღაცა მსგავსებას სიმავშებით რა. აი მაგალითად ის მღერის რაღაც შინამანი განის ნანამანი გენა შენ ჰიდაიდა ვერც ის არ გავიგე ვერც აკეთებ ხო ისე ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვს ხო როგორც ვიცი სხვადასხვა კონცერტები, გასტროლები, სხვადასხვა ქალაქებში ჩადიხართ, აწყობთ. არჩი გეკითხება რამდენი შოულობ რა, გითხარი ეხლა. პირდაპირ ხო რა. აი ეს სირცხვილია ბიჭო. აი რა არის სირცხვილი კაცო. მაგას არ გულისხმობდი. არა, გიორგი ნახე ეხლა ჩვენ პროფესიაზე ხო ვსაუბრობ, მინდა რომ გავხდე მუსიკოსი ხო? აი, გამოვედი. მაინტერესებს რამდენია შემოსავალი. იქნებ არჩევა კაცო არაფერი. თუ იშრომებ ძმაო, ჩემო ძმაო, თუ იშრომებ, სადაც არ უნდა იყო ნებისმიერ პროფესიაში, რაღაცა შემოსავალი გარკვეული გექნება. რაღაცა. აიგე? აი, შეგვიძლია არ უპასუხო იმას რა. მე მაინტერესებს შენ რა მუსიკას, აი მაგალითად მანქანით როცა მოდიხარ, რა მუსიკა გაქვს? რა მანქანა გყავს? რა მანქანა? რა მანქანა? რა მაყუთისებას არ ეშვები, ხო? ხო, არა. რა მანქანა ყავს მართლა? Ford-ი. აი, ჩემ მეგამ საპასუხი. Ford Escape. კაროჩე 1 2 ამერიკიდან ეგ გაჟდება რაღაცა. კაი. ხო რა, გასაგებია. რას უსმენ მითხარი რა? ბიჭო, არ ვიცი, ესე ცოტა რთული სათქმელია. ჩვენ სიმღერებს იმდენად ხშირად უშვებთ ხოლმე ახალ სიმღერას ჩვენ, რომ ძალიან ხშირად მიწევს ჩვენი ახალი სიმღერის მოსმენა, იმიტომ რომ სანამ გამოვა საზოგადოება, სანამ ნახავს ამ სიმღერას, ძალიან ბევრჯერ უნდა მოусმინო, იმიტომ რომ იქ რაღაც მინუსები და პლუსები დავიჭირო, რომ თუ რაღაცაა შევცვალო, ხო და 80%-ში მაინც ჩვენ სიმღერებს უსმენ ხოლმე, ამიტომ საქმიდან გამომდინარე და დანარჩენი ანიტას ჩემშულსაც აინტერესებს ძირითადად იმას. კი ბატონო. მოგითხვა ანიტას. კი ბატონო. მოკლედ, აი წეგან რო გეუნებოდი რა, ბევრი კონცერტები გაქვს, გასტროლები გაქვს, ასე შემდეგ. ეხლა ხო არ მოგასწინეთ, ანუ ეხლა საიდან მოდიხარ? არა, ეხლა სახლიდან მოვდივარ. სახლიდან, ხო თუ აგარაკიდან? თუ რაღაცა ფეშენებული ისე კორპუსი ვაკეში და სხვათა შორის ერთი კომენტარი ვნახე მეც რომ ამ ძოწენიძემ სასახლეები რო წამოჭიმაო ხო რა არისო ეგო ხო და მეც მაინტერესებს რა არის ეგ სად არის მეც მაინტერესებს მეც ხო მიწერდნენ კომენტარებს თქვი გადაცემის დასაწყისში გადაახვიეთ მეგობრებო ეს ოდასახლი ამას საიდანო მოკლედ გიო შეიძლება ძალიან უაზრო კითხვას ვსვამ, იმიტომ რომ არა ვარ მუსიკასთან ახლოს რა. მე მაინტერესებს, ანუ ეს მუსიკალური სმენა, მუსიკალური რაღაც ეს ნიჭი თავიდანვე მოყვება ადამიანს, თუ მე შეიძლება რომ ისწავლოს და განავითაროს. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია რომ იყოს გამართლებული. თავიდანაც თუ ნიჭი აქვს ადამიანს აქვს და აქვს, ვერ წაართმევ, მაგრამ თუ არ აქვს სიმღერის ნიჭი და სმენა არ აქვს, შესაძლებელია განვითარდეს. კი. გიორგის აქვს შენ სიმღერებთან მაგარი ისტორიები რა. გიორგი მოყევი რა. ექსპრომტად მეგობრებო. ყველაფერს გებიცები, აი თუ ვიგონებდე ძმაო მართლა, ხომ? წინა წელს მოკლედ რაღაცა ოპერაცია დამჭირდა რა და ძალიან მეშინოდა ნარკოზის და გადავწყვიტე რომ აი ის რო არის ადგილობრივი ანესთეზია, მაგით გამეკეთებინა და თან იცოდნენ ჩემი ამბავი რომ ძალიან მეშინოდა რა და შიგნით აქვთ კომპიუტერი და დინამიკები რომ გადაატანიონ ყურადღება იმ ადამიანს, ვინც იკეთებს ოპერაციას და ჩართეს მინდა ფრთები გავშალო. რა ფრთები გავშალო ისედაც მეშინია. ზესეს ფულოზეცაში. მან არ მესიამონა მაგრამ შენი მუსიკის მოსვენა დარჩენი ყველგან რა. ისე მაინტერესებს როგორ იქნება შენი სიმღერა, მაგალითად ჰიდაინაინანაინანო. სხვადასხვა ენაზე. როგორ შეიძლება რომ გადავთარგმნოთ რა? მისამღერით ეგ თვითონ კი, ხო, როგორ შეიძლება რომ გადავთარგმნოთ. მაგალითად თურქულად.
იგივე იქნება. ანუ რა, საერთოდ სხვა რაღაცა დასვი, ბიჭო, სხვა კითხვა დასვი. ხურობა მქონდა ეგრე, რომ ბევრი ენა იცი, ხო? ესე იწყებოდა ხურობა, რომ ბევრი ენა იცი რა. ბიჭო, მინდოდა რომ თავის არაფერი არ გინდოდა გაჩვენე, კაცო. ბევრი ენა იცი, ხო? და მე უნდა მეკითხა რომ მოდი აბა შენი სიმღერის რაღაც ნაწილი გადავთარგმნოთ სხვადასხვა ენაზე. შენ მეტყოდი რომ კი გადავთარგმნოთ ბაზარი არა. მაგალითად რომელი ნაწილი და იცით ყო და ჰიდაინაინაინაინა თქო გავიცინებდით. არა ჩააგდო. კაი თავიდან. არა. გიო შენი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები რო გითხრა რა არის? დადებითი მხარეები ის არის რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება შეაყვარო თავი. და ეს არის ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს ცხოვრებაში, ამაზე დიდი რაღაც არ ვიცი რა. შვილები ალბათ და ეგ, სხვა ესეთი ოჯახი და ეგ რა, ეს ორი რაღაცა, რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია საერთოდ ვფიქრობ ადამიანს. ჩემი ყოველ შემთხვევაში და მია შენ გენაცვალე ხარ. ხო და უარყოფითი მხარეები ის აქვს რომ რა ვიცი, უარყოფითი რამდენად შეიძლება იყოს ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული და ენთუზიაზმზე გიწევს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა. ანუ ჩვენ მაგალითად 14 წლის განმავლობაში ფაქტიურად თლიანად ენთუზიაზმზე თუ არა, მეტწილად ენთუზიაზმზე ვიყავით ფაქტიურად. გავაკეთოთ ჩვენს ენთუზიაზმი, გიორგი, რა? აუ, ეს სიტყვა ენთუზიაზმის მნიშვნელობა არ იცის, დარწმუნებული ვარ. გავაკეთოთ ენთუზიაზმი. გავაკეთოთ ენთუზიაზმი. აუ, ენთუზიაზმი რომ მომიტანოთ. ყავაში რამდენ ყავს ენთუზიაზმის უშვები. მაგარია. გავაკეთოთ ენთუზიაზმი. ისე აი რაღაცა ისეთი კითხვა მოვისმინე რა, სხვა YouTube-ს უყურებდი. ხო და მოვიპარე რა. შენს იმაზე ჯგუფზე რო სერიალი გადაიღო. რას დაარქმევდი? აუ. რას დავარქმევდი? რას დაარქმევდი? მე მაქვს ეგეთი ვარიანტი მაქვს რა. თქვენს კარიერას გადავხედე მოკლედ და რაღაც ესეთი ვარიანტი. ურსაშველოები. ბოლო პერიოდამდე ენთუზიაზმის კარგია. ურსაშველოები, კარგია სხვათა შორის. გაქვს ენანახი ურსაშველოები? რა თქმა უნდა, მაქვს ანახი პირველი სეზონი. მეორე სეზონი არ გამოსულა, ხო? არა. ხო და აი პირველი სეზონი მომეწონა ძალიან. შენ ისე გაქვს რამე მუსიკასთან კავშირი? მე? ქონია? არანაირი. რატომ ეგეთი რატომ მეუნები? ანუ სხვათა შორის თქვენ ხო მეგრელები ხართ. მეგრული კილო ძალიან მუსიკალურია ზოგადად, რო იცოდეთ. რო იცოდეთ კი არა, ისედაც იცით. შესაბამისად, ყველა მეგრელს, ვინც მეგრულად ლაპარაკობს, ამ მეგრული კილოთი ძალიან ახლო ჭიდრო შეხება აქვს მუსიკასთან. მე მაგალითად დავდიოდი ფორტეპიანოზე. მაგრამ რომ მივხვდი რომ ფორტეპიანოზე დავდიოდი, გამოვედი. რა გეგონა? არ ვიცი, აი. რაღაც უცნაური ნიუტია რა არის ეს? რა მე რომ მითხრას ფორტეპიანოზე ხარ? რა მინდა მეთქი ფორტეპიანოზე რა მინდა და გამოვედი რა. ისე შეგიძლია რომ შეამოწმო ჩვენი მუსიკალური ნიჭია, რომელი უფრო სუდად ვღერით. შიდაინაიდად შევამოწმოთ? წაგიმღერებ და მე შენ წაგიმღერებ და რომელიც უფრო სუდად ან კარგად იმღერებთ, გეტყვით. კარგით. ჰიდაინაიდანაიდანაიდანაიდანე 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 ის მე რა თქმა დავიცინო მარტო მე რა თქმა დავიცინო ერთი თავიდან რა ორშიო კარგად გამიჯდეს ერთი თავიდან ზეცამ შენზე მიმანიშნა ელვითა ზღვამი ამვალერსი აღელვითა არ ვიკადრე მიდი ეხა ზეცამ შენზე მიმანიშნა ბიჭო ლაპარაკია ეს სიმღერე კაი მოიცა ზეცამ შენზე მიმანიშნა ელვითა რა წარმოვიგენია სიმღერა რა ვიცი სხვათა შორის ეხა რეალური შეფასება შენ უფრო უკეთ ვღერი ვიდრე შენ არ გეცი აბაია აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმღერის დროს შენი თავის ამდენად გჯერა. შენ ბევრად გჯერა შენი თავის სიმღერის დროს,
შენ ვერც კი წარმოგიდგენია რომ შეიძლება კარგად იმღერო რა ეგ არის ეს კონკრეტული სიმღერა შეიძლება სხვა რაღაც სიმღერას კარგად მღერო აუ მღავში შევედი ერთხელ სტიკიდი კი ბატონო ჰიდაინა არა ეგ არის ეგ ვარიანტი არ პირველი ვარიანტი უფრო კაი იყო კი აბარა ჰიდაინა სვენოს კარგი მე განახებ ხა ამის სიმღერას აბა შეგვიფასე ეს ნანახი ნანახია შეგვიფასე ნანახი აქვს არა სხვათა შორის არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხმა გაქვს ადამიანს როგორი ტექნიკური შესაძლებლობები გაქვს ხმის როცა სცენაზე დგახარ თავარია რომ შენ რაც ემოცია გაქვს შენი მთელი გულით გადასცე შენ მსმენელს ამას როგორი ხმით გააკეთებ ამას ცოტათი აქვს დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა შესაბამისად თქვენს ვიდეოს რადგან დიდი გამოხმაურება ძალიან მოეწონათ ადამიანებს კაი კომენტარები აქვს ანუ ესე იგი თქვენ რაც გინდოდათ რაც თქვენთ გულში მიეცით იმ ადამიანს და კარგად გაიგეს შესაბამისად მაგრები ხართ ძალიან რა ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მართლა მადლობა სტუმრობისთვის და ბოლო კითხვა გვაქვს ესეთი ხო ხო მაგრამ უკვე გასაბასო არა მაინც არ თავიდან ვიკითხოთ რა კაი ბატონო გიორგი ძოწენიძე გამოვა თუ არა ჩვენგან მუსიკოსები თქვენგან არ გამოვა ჩვენგან მუსიკოსები ამიტომ ჩვენ შემდეგ გადაცემაში სხვა პროფესიით დაგებრუნდებით ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ძოწენიძე